შვილი თბილით ანსაცმლით დაქუდებით ექიმის ლოდინი თვეობით უვარგისი საკვები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს არის ის პირობები რა პირობებშიც უწევთ სწორედ გლდანის მერვე დაწესებულებაში ცხოვრება პატიმრებს გარდა ამისა პატიმრებს დაუწესეს ცენზურა წიგნებზე რომელსაც აწერია დიქტატორი ეს კი ყველაფერი ხდება 2025 წელს და ხელისუფლება უპყრია იმ ძალას ხელში, რომელიც 2012 წელს პირობას დებდა, რომ პატიმრების უფლებები ქვეყანაში იქნებოდა დაცული. გლდანის ციხიდან შაბათის ეთერს წერილი სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ მიწერა და იმ გაუსადლის პირობებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელშიც ცხოვრობენ პატიმრები, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულება უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი ხდება ციხეთა სისტემაში, ინფორმაცია გაუსაძლო პირობებთან დაკავშირებით აქვთ ადვოკატებს, ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად ხვდებიან პატიმრებს და ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პატიმრის პრობლემა, ეს სითხეთა სისტემაში არსებული ძალიან მამნე პრაქტიკა არის, რაზე საუბარიც პატიმრების ნაწილს უჭირს, რადგან მათ ეშინიათ. სამ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი მე პირადად, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრ პატიმართან მაქვს შეხება და უმრავლეს შემთხვევაში პატიმრები ერიდებიან ხოლმე მსგავსი ინფორმაციის გამოტანას. პირველი ჯანდაცვა, მეორე კვება და მესამე ჰიგიენურ-სანიტარული პირობები. როდესაც არჩილ მუსელიანცმა გამომიტანა შემწვარი თევზი, ასე ვთქვათ, ის ულუფა, რასაც მიირთმევენ და ასევე სხვა საჭმელი, რომელიც პარკში ჰქონდა ჩადებული და აი დამერწმუნეთ ეს იყო რაღაც ამაზრზე. იმიტომ რომ იყო ჭუჭყიანი, იყო თევზზე მატლების შემწვარი, ჯანდაცვა ეს არის ძალიან პრობლემური, რადგან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 3000 პატიმარი მაინც არის. რიგ შემთხვევებში პატიმრები, როდესაც მიმართავენ დასახმარებლად ექიმს, საუკეთესო შემთხვევაში ექიმი მიდის ერთი კვირის დაგვიანებით. უმრავლეს შემთხვევაში პატიმრები ამას არ ამბობენ იმის შეშით, რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩაკეტილი სისტემა, პენიტენციური დაწესებულება. ეს არის ბინძური საკვები, ეს არის მოუხარშავი, შეუწავი საკვები, რომელზეც მე მუშაობა კიდევ და კიდევ უწევთ პატიმრებს და საბოლოოში ბევრისგან მომისმენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელი ამიშამა. ისინი პატიმრობის დროს, საჟელის მოხდის დროს იღებენ ჯანმრთელობაზე იმ ხელაზიანს, რომ საბოლოოში ამის გამოსწორება მე შეუძლებელი ხდება. ამ ხალხის ხმა ფიზიკურად არ ისმის და ეს არ არის მხოლოდ პოლიტპატიმრების პრობლემა, ეს არის ყველა პატიმრის პრობლემა. კი, ადამიანები გადაყავთ კლინიკებში, მაგრამ როცა ხედავენ და როცა ფიქრობენ, აი ამ ხალხს ეხლა წყალში პატრონი არავინ არ აყავს, შესაბამისად ექცევიან ისე როგორც ექცევიან. ჰიგიენურ ნორმებსაც შეეხება ხო აქაც სავალალო სიტუაციაა, და თუ გულწრფელი მეუბნება და ერთადერთი ბორში იჭმება და უხორცოვარი, მაგრამ იმდენი ტარაკანაა კამერაში ხანდახან ხორციანიც ხდებაო. საბოლოოდ არაადამიანურ პირობებში ამყოფენ ხალხს და სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე შაბათის ეთერისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოველ შემთხვევაში გლდანის მერვე დაწესებულებაში გათმობა არ იყო ჩართული და მათ უწევდათ სწორედ დაეძინათ ტანსაცმლებით პატიმრებს ამ თემასთან დაკავშირებით პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გამოაქვეყნა და კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა შაბათის ეთერს აქვს მტკიცებულება, რომ გუშინ შუა დღესაც ქონდათ ახლობლებს კომუნიკაცია მათ შორის რეზო კიკნაძესთან და გუშინდელი შუადღის ინფორმაციით გათმობა არ იყო მერვე დაწესებულებაში ჩართული, რა შეიძლება იყოს აღნიშნული პირობების მიზეზი, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მედიკოსები ვერ ახერხებენ პატიმრებთან მისვლას კვირეების განმავლობაში უწევთ მათ ლოდინი, შესაძლოა ეს იყოს პერსონალის ნაკლებობა ან გადავსებული პატიმრების რაოდენობა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბუნებრივია, პირველები ვაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას, მოვასმენინებთ მაყურებლებს შემდეგ გამოშვებებში სპეციალისტების პოზიციას, ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების რას ამბობენ, სხვადასხვა პატიმრების ოჯახის წევრები ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა იმართლებენ თუ არა დღეს თავს ქართულ ოცნებაში, რატომ შექმნა ოცნებამ ის პირობები, რა პირობებთან დაკავშირებითაც ღიად საუბრობენ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრები, ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.